ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. გადაცემის სპონსორია ელიტ ელექტრონიქსი. You better, baby. გაიმარტივე ცხოვრება, დაიტოვე მეტი დრო გართობისთვის. მოემზადე სასწავლო წლისთვის საუკეთესო შემოთავაზებები ელიტ ელექტრონიქსისგან. გადაცემის სპონსორია რუბიკონი. შეიძინეთ ყველაზე მაქსიმალურად მომგებიანი პირობებით თქვენი მყუდრობინა ქობულეთში, ზღვის პირას. სამშენებლო კომპანია რუბიკონის დასრულებულ მრავალფუნქციონალურ კომპლექსში. გარეკეთ 570 90 90 76 570 300 320. ქობულეთი, რუბიკონი, მეგობრობის 2. ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით ეთერში ეკონომიკის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ფერმერებთან პირველ საინფორმაციო შეხვედრას აჭარაში მართავს. იქ ასევე არის სადაზღვევო კომპანია GPI Holding-ის წარმომადგენლები. ჩვენ საშუალება გვაქვს ამ აგროდაზღვევის პროექტთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გავიგოთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლისგან. მარიანა მორგოშუა არის ახლა სატელეფონო ხაზზე. ქალბატონო მარიანა, გამარჯობათ. გამარჯობა. მადლობთ რომ მივესალმებით თქვენს მსმენელს. მადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. როგორც შესავალში მე აღვნიშნე, თქვენ პირველ შეხვედრას მართავთ აჭარაში ფერმერებთან, სადაც იქნება სავარაუდოდ ეს იქნება გაცნობითი ხასიათის. თუ შეიძლება უფრო მეტი დეტალი რომ გითხრათ ჩვენი მსმენელებისთვის, ეს არის სიახლე აგროდაზღვევა ზოგადად საქართველოს ბაზარზე და რა პირობებით და როგორ მოხდება ფერმერების დაზღვევა? დიახ, ამ პროექტის მიზანიც არის სწორედ ის, რომ ხელი შეუწყოთ აგროდაზღვევის განვითარებას, იმიტომ რომ ამ სფეროში ფაქტიურად საქართველოში არ ხორციელდება, ასე რომ ვთქვათ, დაზღვევა და ფერმერებისთვის ეს იქნება პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს, სადაც სადაზღვევო კომპანიებთან ერთად ჩვენ და ჩვენი წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აუხსნის დეტალებს მოსახლეობას და ეტყვის იმ პირობების შესახებ, რა პირობებსაც ვთავაზობთ ფერმერებს. ეს იქნება ფაქტიურად ძალიან მნიშვნელოვანი წილის თანადაფინანსება 70-დან 90%-მდე სადაზღვევო პრემიისას დაუფინანსებს სახელმწიფო ფერმერებს და შესაბამისად მათ მოუწევთ მიზერის გადახდა, ასე რომ ვთქვათ, სადაზღვევო პრემიის და სადაზღვევო კომპანიის წილი რამდენია ამ პროგრამაში? ანუ სადაზღვევო კომპანია იღებს თუ არა გარკვეულ რისკს თავის თავზე? სადაზღვევო კომპანია ჩვეულებრივად დააზღვევს, გადაახდევინებს ფერმერს პრემიას მთლიანად, საიდან მთლიანად არა, ანუ 70-დან 90%-მდე გადავიხდით ჩვენ და დარჩენილ წილს გადაახდევინებს ფერმერს სადაზღვევო კომპანია. და ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანია განახორციელებს თუ სახელმწიფო? რა თქმა უნდა, სადაზღვევო კომპანია განახორციელებს ზარალის ანაზღაურებას და ვიცით, რომ 4 კომპონენტზე ხდება დაზღვევა მოსავლის, ეს არის ჭარბი-ნალექი, სეტყვა, საშემოდგომო ყინვა და ამ ყველაფერს, ანუ სხვა აუნაზღაურებს სადაზღვევო კომპანია ფერმერს. ქალბატონო მარიანა, საკმაოდ რისკიანი პროექტია, იმიტომ რომ ამაზე ადრეც იყო საუბარი და ვერ გაამართლა. ანუ სადაზღვევო კომპანიები რამდენად წამოვიდნენ, ეს მაინტერესებს, რამდენი კომპანია არის ჩართული ამ პროგრამაში? ამ 5 წამყვანი კომპანიაა ჩართული, სადაზღვევო კომპანიებსაც აქვს დიდი იმედები ამ თვალსაზრისით, ამ სფეროს განვითარებაზე ზოგადად საქართველოში. დიდი გამოხმაურება იყო მათი მხრიდან და ჩართულები არიან დიდი ინტერესით და გვაქვს ორივე მხარეს მოლოდინი, რომ ეს სფერო, ასე რომ ვთქვათ, აყვავდება საქართველოში. თქვენ ახლა საუბარია საწყის ეტაპზე სუბტროპიკულ კულტურებზე, მაგრამ კახეთში დაუშვათ არის პრობლემა იგივე სეტყვის ვენახთან დაკავშირებით. ეს როდის ჩაერთვებიან ეს სხვა კულტურები ამ იმაში პროგრამაში? ნებისმიერი კულტურის უკვე შეგვიძლია ჩვენ რომ დავიწყოთ ეს პროცესი. უბრალოდ ახლა არის ეს საშემოდგომო ყინვის, ვთქვათ, ადრეული ეტაპი ჯერჯერობით, მაგრამ ამ რისკის წინ დგას ფერმერი და შესაბამისად დავიწყეთ ამ რეგიონიდან, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ ფერმერებს ამ კუთხით. თუმცა შესაძლებელია კახეთშიც და ნებისმიერ სხვა რეგიონშიც უკვე განაცხადების მიღება ნებისმიერ მათთვის სასურველ კულტურაზე. და როგორ უნდა მოიქცნენ ფერმერებმა, უნდა მიმართონ
სხვადასხვა კომპანიებს ამ შემთხვევაში თუ როგორ ხდება პროცედურა? მიმართონ ფერმერებმა, სხვადასხვა კომპანიები დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ აგროდაზღვევის შესახებ, მიიღებენ განაცხადს და უკვე გაუფორმდებათ პოლისი. და როგორ ფიქრობთ, შეიძლება ეხლა წინასწარ ძნელია ამის პროგნოზირება, მაგრამ გაამართლებს ეს პროექტი? მოთხოვნადია. ვფიქრობ, რომ აუცილებლად გაამართლებს, იმიტომ რომ ფერმერებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ის რისკი რა და საფრთხე რის წინაშეც ისინი დგანან და ამისი მოლოდინი მოსახლეობის მხრიდან ნამდვილად არის. შესაბამისად მზაობა არის ყველა მხრიდან, როგორც სააგენტოს მხრიდან, ასევე სადაზღვევო კომპანიების მხრიდან და მაქსიმალურად მივაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას იმისათვის, რომ ისინი ჩაერთნონ ამ პროგრამაში და შეუმცირდეთ ეს რისკი, რის წინაშეც ისინი არიან. რამდენადაც ცნობილია, პროგრამა არის ერთწლიანი, ბიუჯეტი არის 5 მილიონი ლარი. ეს რას ნიშნავს, რომ დავუშვათ მომავალ წელს სახელმწიფო აღარ ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში, თუ თქვენ ეხა მოსამზადებელ ეტაპზე იწყებთ ამას და შემდეგ უკვე სადაზღვევო კომპანიები მიხედავენ ამ ყველაფერს? ეს არის საპილოტე პროგრამა, ანუ წელს ნახავთ ზოგადად დავნერგავთ ამ პრაქტიკას, ასე რომ ვთქვათ მოსახლეობაში, გავითვალისწინებთ, შევაჯამებთ მე მთელი წლის მიმდინარე მონაცემებს და ამის მიხედვით ვნახავთ უკვე მომდევნო წელს რა სახეცვლილი ფორმით შესაძლებელი იქნება ამ ყოველთვის განხორციელება. გასაგებია, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მარიანა მორგოშია იყო სატელეფონო ხაზზე, რომელიც გახლავთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მარშაზე აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დღეს პირველი საინფორმაციო შეხვედრა აჭარაში გაიმართება. ასეთი იყო ამ დროისთვის ბიზნესის სიახლე, უпроსტად ეკონომიკის სიახლე. ჩვენ განახლებული ინფორმაციებით პირდაპირ ეთერს დაუბრუნდებით 16:15 წუთზე. მე ტრადიციულად შემოსავლიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.